მე მაქვს გაკეთებული და წარდგენილი ეროვნული გადარჩენის გეგმა. ის ღია, იქ არის ჩამოთვლილი იდეები, რასაც დღეს იყო მსჯელობა. ის სადაც ევროპა უკვე არის, ჩვენ ვიქნებით ცოტა ხანში თუ არ შევხედეთ ვითარებას ჩვენ საზღვრებთან მიმართებაში. ის რაც ხდება ახალ მშენებლობასთან მიმართებაში დასავლეთში, ხო ის რომ 10,000-ობით ადამიანი ბინასთან პატარა ოროთახიან ბინასთან ერთად იძენს ცხოვრების ნებართვას, იძენს შემდეგ იმას რომ აქირავებს ბინას და სახელმწიფოს არაფერს არ უხდის, არაფერს ცხოვრობს სადღაც და სახელმწიფოს უხდის ნულს. ეს არის ეროვნული გადარჩენის გეგმა, ამას ყველას შეუძლია შემოერთდეს ოპოზიციურ პარტიებსაც, გაიზიაროს ეს იდეები, იმიტომ რომ თუ ჩვენ ვიღაცასთან უნდა ვიმუშაოთ იდეებთან დაკავშირებით, ხო, მარტო იმიტომ ხო არა ვიღაცა მოგწონს ან არ მოგწონს. და ამასობაში მას შემდეგ რაც მე ხა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ დიასპორის როლი ძალიან მნიშვნელოვანია ქართულ ოცნებას. ქაბატონო ანა არ უნდა ეგონოს ხა მე ამ ხალხს მის უფლებას ჩამოვართვე და აღარ არის ადამიანი, აღარ არის პრობლემა, ხო იცით სტალინური მიდგომა. დიასპორებმა მე ვხედავ იტალიური დიასპორის აქტიურობას, ხედავ ბრიტანული დიასპორის აქტიურობას, ამერიკული დიასპორა სამარცხვინო ამერიკულმა საელჩომ არ შეუშვა თავის შენობაში. თავისი თანამოქალაქეები გუშინ მოხდა ეს. ერთობლივი ძალით სხვადასხვა ფრონტიდან ჩვენ უნდა შევუტიოთ აი ამ ურჩხულს, რომელიც თავზე მოგვეწია. მადლობა.